პირდაპირ ეთერში უნდა შემომიერთდეს ბატონი ლექსო ალექსიშვილი, რომელიც დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა აქვს ასევე ფინანსთა მინისტრად მუშაობის გამოცდილებაც. ბატონო ლექსო, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. დოლარიზაციის მაღალი დონე არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, თუ მიზეზია, სიმპტომი, პრობლემა რა არის? რასთან გვაქვს საქმე? დოლარიზაციის მაღალი დონე ძირითადად გამოწვეული არის იმ მდგომარეობით, რაც არის ეკონომიკაში მთლიანად. რეალობას რო შევხედოთ მთლიანად და ცოტა უფრო ფართოდ შევხედოთ ამ ვითარებას, დოლარიზაციის დონე არასდროს ყოფილა 60%-ზე ნაკლები დაახლოებით. და დღევანდელი მდგომარეობით ის არის დაახლოებით 65%. ის ვალუტის გაუფასურებასთან ერთად გაუარესდა და მიუახლოვდა 70%-ს, მაგრამ ამ წუთისთვის ის დაახლოებით 65%-ის ფარგლებშია. რას ნიშნავს ეს? თავისი ზუსტად რო ავხსნათ, ეს არის რომ დაახლოებით დეპოზიტების და სესხების პროპორცია ლარებსა და დოლარებს შორის იყოფა სწორედ აი ამ ნიშნულზე. ეს არის დაახლოებით 65% არის დოლარში შენახული დეპოზიტების და გაცემული სესხები არის დაახლოებით 65% ასევე დაახლოებით ისევ, იმიტომ რომ შეიძლება მერყეობდეს 64 და 66%-მდე, მაგრამ მაინც. ეხლა რაც შეეხება როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს, რას ნიშნავს, ანუ რამდენად არის ეს უფრო სიმპტომი თუ არის რაღაცა პოლიტიკის ნაწილი, მე ვფიქრობ, რომ ეს და ამაში ასე ვთქვათ თქვენი მონაწილე სტუმრები თქვენი გადაცემის ძალიან სწორად აფასებდნენ ამას, რომ ეს არის ვთქვათ სიმპტომი, ეს არის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის გამოხატულება, რომელიც რო ვთქვათ რეალობაა, ეს არ უნდა შევაფასოთ ეს როგორც რაღაცა განსაკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობა და ჩვენ ამით, ესე იგი ჩვენ რაღაცა მნიშვნელოვნად გაგვიუარესდა რაღაცა მდგომარეობა, ეს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ეკონომიკაში არის და რასთან არის დაკავშირებული ეს არის საგადახდელო ბალანსის თემა პირველ რიგში, ხო? იმის გამო რომ ჩვენთან ზოგადად ეკონომიკასთან დაკავშირებული. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ინვესტიციების მდგომარეობა, ინვესტიციების მდგომარეობა, რომელიც მე შესაბამისად აისახება ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და აი იმ ფონზე მე დანარჩენი ყველა სხვა ინდიკატორი, რომელიც ამასთან არის. ახლაც ყველა ჩვენი სტუმარი თქვენ გვისმენდით და ყველა ჩვენი სტუმარი საუბრობს იმაზე, რომ ჩარევა არ არის, ესე ვთქვათ, საჭირო. თუმცა, როდესაც ჩვენ ხედავთ თუნდაც იგივე მოსახლეობის განწყობებს, რითაც დავიწყეთ ჩვენი გადაცემა, როდესაც ხალხი ამბობს, რომ სესხი გვინდა ლარში, მაგრამ დეპოზიტი გვინდა დოლარში. შესაძლებელია, ესე ვთქვათ, ხელოვნური ჩარევის გარეშე ამ დოლარიზაციის მაღალ ხარისხთან, ესე ვთქვათ, ბრძოლა. პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თავისთავად შესაძლებელია თავისუფლად ადამიანმა შეინახოს ის, რაშიც უნდა რომ შეინახოს, დღევანდელი კანონმდებლობა ამის სრულ უფლებას იძლევა, თუ უნდა ადამიანს რომ შეინახოს დოლარში, უნდა შეინახოს დოლარში და თუ უნდა რომ სესხი აიღოს ლარში, ის თავისუფლად აიღებს სესხს ლარში. განსხვავება უბრალოდ ამაში ის იქნება, რომ საპროცედურო განაკვეთი, რომელიც დაერიცხება მათ შორის დეპოზიტზე დოლარში იქნება განსხვავებული, თუ ის შეინახავდა ლარში და პირიქით, თუ ის აიღებს სესხს ლარში, საპროცედურო განაკვეთი, რომელიც მას მოუწევს რომ გადაიხადოს, იქნება სხვა და დოლარში იქნება სხვა. განსხვავება ისევ რომ დაუბრუნდეთ საკითხს, აი ძალიან მნიშვნელოვანი თემა რაც არის, რომ ხელოვნური ჩარევა იქნება თუ არა ადმინისტრაციული ჩარევა, ასე ვთქვათ და გარკვეული აკრძალვები ან მითითებები იქნება თუ არა ეს სასურველი, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სასურველი. აკრძალვებით და რეგულაციების განსაკუთრებული გამგაცრებით შეიძლება რეგულაციები არსებობდეს, რა თქმა უნდა, და ეროვნული ბანკს გააჩნია ეს მონეტარული რეგულაციები, საბანკო რეგულაციები, რომელიც ბუნებრივია არსებობს და ამას ვერ გავიქცევით. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ახლა ეს კიდევ უფრო მეტად ადამიანებს აუგრძალოთ რაღაცის მაგალითად სესხის აღება დოლარში ან დეპოზიტის გაკეთება დოლარში და ასე შემდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, უაზრო და არანაირ შედეგს ეს არ გამოიღებს, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ შექმნის გარკვეულ არალეგალურ ბაზარს გარეთ და თავისთავად ეს იქნება მეორე უკიდურესად ცუდი შედეგი, რომელიც შეიძლება ამას მოყვეს. ამიტომ რა უნდა გაკეთდეს ამაზე შევთანხმდეთ? ანუ ის რომ ადმინისტრაციული ჩარევით შესაძლებელი იქნება რაღაცის მიღწევა, ეს ცალსახად არ იქნება. ის რომ ჩვენ დედოლარიზაციის ალტერნატიული პოლიტიკა შეიძლება გქონდეს
კონდეს, ბუნებრივია შეიძლება კონდეს. ბატონო ზურაბ ჯაფარიძე მათ შორის მაგალითად აღწერა ერთ-ერთი მოდელი, რომლის მიხედვითაც შეიძლება რაღაცა მულტი სავალუტო რეჟიმები შემოვიღოთ და ვთქვათ, რომ მოდი სხვადასხვა ვალუტებს თავისუფალი მოძრაობის საშუალება მივცეთ და ესეც ერთ-ერთი შეიძლება ასე ვთქვათ, მოვიაზროთ როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა, თუმცა ამ ვითარებაში დღეს არსებულ ვითარებაში ეს ყოვლა წარმოუდგენელია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან მაღალ დონეზე არსებული ფინანსური დისციპლინა ასევე რა, რომელიც გულისხმობს სამთავრობო ხარჯების ძალიან მკაცრად დისციპლინირებული პოლიტიკის ქვეშ ხარჯვას და ასე შემდეგ. ამიტომ რეალობას გავუსწოროთ თვალი, დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დედოლარიზაციას არანაირი ალტერნატივა ბუნებრივი არ აქვს. არსებობენ ძალიან კარგი წარმატებული ქვეყნები, რომლებმაც მიაღწიეს თავის შედეგს, თუმცა მათ დრო დასჭირდათ. რა თქმა უნდა, ერთი დასჭირდათ დრო და მეორეც, რაც მთავარია, ჩვენ არ უნდა დავავიწროვოთ არეალი აქ და არ უნდა ვთქვათ, რომ იცით რა, აი მაგალითად ეროვნულმა ბანკმა უნდა ჩაიდინოს რაღაცა, ერთი მოქმედება ან 3 ან 10 ან რაღაც ჯადო მოიფიქროს, რომლის მიხედვითაც უცებ ჩვენ გადავეწყობით ახალ რეჟიმზე და ეს იქნება სწრაფად. ეს ვერ მოხდება. დედოლარიზაცია არ არის მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის შედეგი, ეს უნდა იყოს ფართო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და ძალიან სწორი იყო მათ შორის. გიორგი პაპავა, როდესაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ ამის პრიორიტეტად აღიარება არა ჩვენს იმის მოლოდინებს მოსახლეობაში, რომ აი ეს რაღაცნაირად მალე უნდა მოხდეს და თითქოს ეს უკავშირდება იგივე აი ლარის სტაბილურ კურსს, რომელიც ყველა გამოკითხვით ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მრჩევლისთვის აი ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, პრიორიტეტის მინიჭება ეს არის ძალიან კარგი მოვლენა, თუმცა ეს არ არის გამოსავალი. ხო, ჩვენ შეიძლება პრიორიტეტად მივიჩნიოთ რაღაც, მაგრამ თუ კონკრეტული მოქმედებები არ მოყვა ამას, არანაირი შედეგი საბოლოო ჯამში არ ექნება, ხო? რა შეიძლება იყოს ის მოქმედებები, რომელიც ამას უნდა მოყვეს? პირველ რიგში ეს უნდა იყოს ეკონომიკური სწრაფ ეკონომიკური ზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო იმისთვის, რომ ბიზნესმენებს უხაროდეთ საქართველოში ბიზნესს. შევთანხმდით ყველანი, რომ ეკონომიკური ზრდა არის. რა თქმა უნდა, მაგრამ გარდა ამისა არსებობს კიდევ გარკვეული ნაბიჯები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს როგორც ეროვნულმა ბანკმა, ისე სხვა უწყებებმა, რომ მაქსიმალურად ფინანსური პროდუქტები გამოშვებული იყოს ლარში. ძალიან კარგი არის, რომ მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, მათ შორის აზიის განვითარების ბანკი უშვებს ბონდებს და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ფინანსური განათლების თემა, რომელსაც ასევე დიდი ყურადღება. ძალიან დიდი მადლობა ჯერჯერობით მაკოთვით არ გადადგმო. დიდი მადლობა ლექსო ალექსიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ბოლოს სტუმარი დღეს ამ ეთერში